მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამოხმაურებისათვის, პოზიტიური კომენტარებისათვის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი ამ კომენტარებით მე მეძლევა мотивация, რომ გავაგრძელო ვიდეოების ჩაწერა. ძალიან გამიხარდება თუ რაიმეში წაგადგებათ და დადებითად იმოქმედებს თქვენზე. ეხლა კი დავიწყებ გაშლას. ჩვენი დღევანდელი დღის თემა, ვიდეოს თემა იქნება რას ფიქრობს, რას გრძნობს, რას მოიმოქმედებს ჩემს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. რას ფიქრობს, რას გრძნობს, რას მოიმოქმედებს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ჩაიფიქრეთ პიროვნება, კონცენტრირდით მასზე, გნებავთ სახელი წარმოთქვით და დავწყოთ გაშლა. პირველ რიგში გავიგოთ, რეზონირდება თუ არა თქვენზე ეს გაშლა, როგორია ეს ჩვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და როგორი ბრძანდებით თქვენ. მოდით ჯერ თქვენგან დავიწყებ. როგორი ქალბატონი ბრძანდებით, გოგონა. ამ წუთას ხართ ძალიან რთულ ვითარებაში, ყოველ შემთხვევაში თქვენ ესე გგონიათ, რომ რთულ სიტუაციაში ხართ, ვერ ხედავთ გამოსავალს სიტუაციიდან, თითქოს ხელფეხი გაქვთ შეკრული, თვალები დაბინდული და გამოსავალს ვერ ხედავთ, მაგრამ რეალურად გამოსავალი არსებობს და ამას არ ვამბობ მე და ამას ამბობს ტაროს ეს არკანი, რომ რეალურად არსებობს გამოსავალი ამ სიტუაციიდან. რაღაცნაირად შინაგანად მაინც გაქვთ იმედი, რომ ყველაფერი მაინც დაალაგდება, მაინც უკეთესობისკენ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ გგონიათ, რომ რთულ ვითარებაში ხართ სადღაც გულის სიღრმეში, მაინც გაქვთ იმედი ღმერთის სამყაროს, რომ ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ შემოტრიალდება. მატერიალურად მყარად გახართ, თვითკმარი ადამიანი ხართ, ძლიერი ქალბატონი ბრძანდებით, თავისუფლად ნებისმიერი სიტუაციიდან თავად შეგიძლიათ გამოსვლა საკუთარი ძალით, საკუთარი რესურსებით. რაღაც სულიერი თვალსაზრისით განვითარებული ადამიანი ხართ, ყველა ადამიანი განვითარებულია, რა თქმა უნდა, სულიერად. ეს ჩვენ პიროვნულად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს განვითარებაზე, ყველა სული თავისთავად სული განვითარებულია, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ პიროვნულად განვითარდეთ, ხო? მოკლედ, რაღაც კავშირს გრძნობთ სამყაროსთან, ღმერთთან. გული გაქვთ ძალიან ნატკენი, ბევრი სირთულეები გაქვთ გამოვლილი, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე ზოგადად რთული ცხოვრების გზა გაქვთ გავლილი. რაღაც ნდობა თითქოს აღარა გაქვთ ადამიანების მიმართ, მაგრამ ღმერთის მიმართ ნდობას არ კარგავთ. ელოდებით სამყაროსგან რაღაც სიახლეებს, რა თითქოს იყავით, შეიძლება გაჩერებული ერთ ადგილზე უძრაობა იყო და ელოდებით, როდის დაიწყება ის ცხოვრება, აქტიური ცხოვრება თქვენ ცხოვრებაში. რაღაც ემოციური ადამიანიც ხართ, იცით? ემოციური ადამიანიც ხართ, გრძნობიარე ადამიანი ხართ, თითქოს გესმით სამყაროს ხმა, გესმით ბუნების ხმა. ბევრშრომობთ. ამ წუთას მამაკაცურ ენერგიებშიც შეიძლება აიყოთ. სხვათა შორის წინა გაშლაშიც ესე ამოვიდა, ანუ მე მიყურებენ ქალბატონები, რომლებიც მართალია შინაგანად შეიძლება არიან ქალურები, მაგრამ ცხოვრებიდან გამომდინარე მოუწიათ მამაკაცის ტვირთის საკუთარ თავზე აღება და ამ წუთას რაღაც მამაკაცის ენერგიებში შესაძლოა იყვნენ.
ესეთი ბრძანდები თქვენ. ეხლა გავიგოთ როგორია თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, აბა რამდენად დაემთხვევა, გამომეხმაურეთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, სხვათა შორის შეიძლება რამე პოზიციაზე იდგეს, შეიძლება ასწავლიდეს ვინმეს, სიტყვა ეთქმოდეს, რაღაც ავტორიტეტი ქონდეს გარკვეულ წრეებში. თითქოს მისთვის სულ ერთია ყველაფერი. თითქოს ესე მიყვება ცხოვრების დინებას, თითქოს არაფერს განიცდის. ყოველ შემთხვევაში საზოგადოებაში ესეთი შთაბეჭდილება აქვს, არაფერს განიცდის. თითქოს მიყვება ცხოვრების დინებას, მიდის, არ აინტერესებს რა დაბრკოლებები შეიძლება შეხვდეს წინ, მიდის ესე პირდაპირ მიზანი აქვს აღებული და ამ მიზნისკენ და ღმერთის მფარველობა აქვს და განცდა აქვს იმის, რომ ყოველთვის ყველა სიტუაციაში ღმერთი იქნება მასთან. რა საინტერესოა თქვენ თუ ამოходით მამაკაცურ ენერგიებში, ის ამოვიდა ცოტა ქალურ ენერგიებში და რა შეიძლება გამოიხატოს ეს? ეს გამოიხატება იმაში, რომ შესაძლოა ეხლა უჭირავს ისეთი პოზიცია, რომ თქვენგან ელოდება მიწერას, თქვენგან ელოდება აქტიურობას და თვითონ უჭირავს ესეთი მყარი პოზიციები, რომ არ მოგწერთ, ან შეიძლება გწერდეთ, მაგრამ არ გამოხატოს ბოლომდე თავისი ემოციები და მაქსიმალურად მოზომილი იყოს თავის ყველა ქმედებაში, სიტყვაში, საქციელში. ჩაფხაუჭებული არის რაღაცას, შეიძლება რაღაც სიტუაცია, შეიძლება მატერიალურ მდგომარეობას, შეიძლება პიროვნებას, რაღაცაზე არის ახლა მყარად ჩაფხაუჭებული და ძალიან ეშინია ამის დაკარგვა, შეიძლება რაღაც ძალაუფლებაზე, სამსახურზე, ფინანსებზე იყოს ჩაფხაუჭებული. დატოვა ამ პიროვნებამ ურთიერთობა, რომლის შეიძლება თქვენ იგულისხმებოდეთ აქ, ანუ წავიდა ურთიერთობიდან, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო მისთვის, წავიდა, მაგრამ ეს ნამდვილად მარტივი არ ყოფილა, ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, ძალიან ტკივა ეს ყველაფერი და ხშირად აგონდება ის სიტუაცია. ახლა კი ზის და ფიქრობს რა მანიპულაციურ ხერხებს მიმართოს, რომ ისევ დაგიბრუნდეთ, ისევ დაგიბრუნოთ და ეს გამოვიდეს არა ისე, რომ აი მოვიდეს და ბოდიში მოიხადოს, არამედ ისე, რომ თვითონ გამოჩნდეს გამარჯვებული. მოკლედ, თუ ასეთი პიროვნებები ბრძანდებით, შეგიძლიათ განაგრძოთ ყურება. ეხლა გავიგოთ სინამდვილეში რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე? რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე? რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე? რას ფიქრობს? აი ისევ აურია კარტი და ტაროს არკანები და ისევ იგივე ამოვიდა, რომ ფიქრობს იმას, რომ ძალიან მტკივნეული იყო ამ ურთიერთობის დატოვება მისთვის. ძალიან ძვირფასი ადამიანი ხართ მისთვის, ეს არ ყოფილა ისეთი ურთიერთობა, რომ რაღაც გავერთობი და წავალ. ან შეიძლება თავდაპირველად ფიქრობდა კიდეც ესე, მაგრამ იმდენად ძვირფასი ხართ თქვენ მისთვის, რომ ძალიან რთულია თქვენი დატოვება. გაურკვევლობაშია, შეიძლება არჩევანის წინაშეც იყოს, შეიძლება მესამე ფაქტორებიც არსებობდეს, სხვა ადამიანი არსებობდეს ურთიერთობაში, სხვა ქალბატონი და ამიტომ გაურებული არ იცის რა ქნას, ვერ ხედავს გამოსავალს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ესე ვთქვათ, არ ტყდება და თითქოს არაფერი ხდება. თითქოს ყველაფერი სულ ერთია მისთვის. ესე აჩვენებს.